ძალიან სუბიექტური ვარ ფრანკლის მიმართ, მართლა ანუ აი კრაშია რა. მე ზუსტად მივხვდი რატო გიყვარს ფრანკლი. ვიქტორ ფრანკლი იყო ფსიქიატრი. რაღაცა გჭირდება დილით, თუნდაც ერთი ჭიქა ყავარისთვისაც უნდა ადგეს. წიგნი, რომელიც დაიწერა აუშვიცში. ძალიან მალე ადაპტირდნენ ბანაკებშიც ადამიანები ამ ტანჯვასთან. ის იწყებს საუბარს. სინამდვილეში არც ის რთულია ეს გაველურება თურმე. ფანჯარაში ჩანს გვამის გახელილი თვალები. და ის აგრძელებს ჭამას. არც კეთილი, არც ბოროტია, მასში არის ალტრუიზმიც, არის ეგოიზმიც. ბედნიერება არ არის ქონა. ბედნიერება არის ყოფნა. მაგათად გააქვს აზრისი. მაგრამ ტუბერკულოზიც გაქვს. საერთოდ ვინ ახარო ამ კითხვას უსვავ ამ ხელა ცხოვრებას. ცუდად რო ადამიანი და რო ეუბნებიან რომ მოიხოდე. თუ ერთი ადამიანი მაინც იპოვის ამ საუბრის მერე ფრანკლის წიგნს წაიკითხავს რიტორიკულ შეკითხვას უსვავთ როცა ვიტანჯებით რატომ მე ეს ტექსტი ავირჩიე ძალიან დიდი ხნის წინ უთხარი სიცოცხლეს დიახ ეგ არის იმედი და ეგ არის ბედნიერება მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე, სანამ წიგნზე ვისაუბრებთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები, ასე დაგვეხმანებით ჩვენი არხის პოპულარიზაციაში. მადლობა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს გენიალური სლოგანი მოწოდება, რომ სამყაროს შეცვლის იდეა იბადება მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში და ჩვენ ეს თავისუფლება ფასიც ვიცით და ამისკენაც მივისწრაფით სულ. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. დღეს ჩემი სტუმარია ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე. და მასთან ერთად ვისაუბრებთ ვიქტორ ფრანკლის წიგნზე უთხარი სიცოცხლეს დიახ. ელენე, რატომ აირჩიე ეს ტექსტი სასაუბროდ დღეს? მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და გულწრფელად გეტყვი, რომ ეს ტექსტი მე არ ამირჩევია დღეს. და დღეს სასაუბროთ, ეს ტექსტი ავირჩიე ძალიან დიდი ხნის წინ, უბრალოდ უკანასკნელ პერიოდში გავაცნობიერე რამ ხელა გავლენა აქვს საერთოდ ამ ტექსტს, როგორც ჩემს სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაზე, ისე პროფესიისადმი, რას ველი და რას ვცდილობ ჩემი პროფესიიდან. ვიქტორ ფრანკლი იყო ფსიქიატრი და ეს წიგნი უთხარ სიცოცხლეს დიახ არის ფაქტობრივად წიგნი, რომელიც დაიწერა აუშვიცში. მან აი მთელი ეს სისასტიკე, რასაც შეიძლება საკონცენტრაციო ბანაკი წარმოადგენდეს, აღწერა ერთი ბეწო წიგნში. თან ორი ბანაკში იყო, ხო, დახაუშვიც? არა მარტო ორში, ბევრ ბანაკებში იყო, მაგრამ ძირითად აქცენტს აკეთებს ამ აუშვიცზე და დახაუზე, ხო. თუმცა ძირითადი ნაწილი, რომელიც ააგო, იმიტომ ის აუშვიციდან გამოვიდა მერე და რომ გამოვიდა, რამდენიმე დღეშია ეს წიგნი დაწერილი, ფსიქიატრის პერსპექტივა და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ის აქვს წინა სიტყვაობა, სადაც ის იძახის, რომ მე ვფიქრობდი, რომ არ გამენდო ჩემი ვინაობა და ყოფილიყავი ერთი რიგითი ნომერი, იმიტომ რომ ის წერს ტყვის პერსპექტივიდან, როგორც ერთი რიგითი ტყვე, რომელიც იყო წლების განმავლობაში საკონცენტრაციო ბანაკში და რომელსაც აღმოჩნდება, რომ არ დაუკარგავს ის ექიმის და ფსიქოლოგის და ფსიქიატრის პერსპექტივა, რომელი პრიზმიდანაც ის აკვირდება ადამიანის ქცევას, რა ემართება ადამიანს, როდესაც რეალობა არის ისეთი სასტიკი და რეალობა არის ისეთი გაუსაძლისი, როგორც შეიძლება იყოს საკონცენტრაციო ბანაკში. მაგრამ მე გადაიფიქრა, იმიტომ რომ სწორედ ესაა გამბედაობა საკუთარი სახელი და გვარით, ასეთ თულ თემაზეც ილაპარაკო და გადაიფიქრა, იმიტომ რომ გადააფიქრებინ ეს, ეგეც უწერია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მისი სახელი შექმნიდა ამ წიგნის მიმართ ინტერესს, და ეს არის ნარცისისტული ნაწილი მისი, რომ გინდა თუ არა მისი სახელი პირიქით, მას ჭირდებოდა ეს ამბავი მისულიყო, რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანამდე, მკითხველამდე, რომ მას აეხსნა, იმიტომ მთელი არსი ამ წიგნის არის ფაქტობრივად კითხვა, რომ
როგორ ხდება, რომ ამ ყველანაირი უბედურების მიუხედავად ადამიანი შეიძლება გადარჩეს ადამიანად. ერთი, მეორე მთავარი კითხვა, რომელსაც საერთოდ სამყაროს ვავს, ხო, არის ის, რომ სად იწყება და სად მთავრდება ადამიანის ბიოლოგია, ფიზიოლოგია და პიროვნება, რომ ის რომ მე ფიზიოლოგიურად ცოცხლად გადავრჩი ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მე პიროვნება შევინარჩუნა, ანუ მთელი ის მორალურ ღირებულებათა სისტემა, რომელიც ჩემშია და რა განაპირობებს იმას, რომ ტანჯვა, რომელიც გამოიარეს ტყვეებმა ესეთ საკონცენტრაციო ბანაკებში, არ გახდა ყველასთვის სასიკვდილო განაჩენი. ანუ ვიღაცა გადარჩა, ვიღაცა იქვე დანებდა და დაიღუპა, ხო? და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტექსტი, რომელიც საერთოდ შექმნილა საკონცენტრაციო ბანაკზე, ჰოლოკოსტზე და ზოგადად მთელ აი ამ ამბავზე ექიმის პერსპექტივიდან, რომელიც არც ერთი წამი არ ივიწყებს ადამიანის ბიოლოგიურ საწყისებს, არც ერთი წამი არ აკნინებს გარემოს მნიშვნელობას ადამიანის ქცევის ცვლილებისას, რომ როგორც კი ადამიანი გადადის სხვა გარემოში, მისი ქცევაც იცვლება. მაგრამ არც ერთი წამი არ ტოვებს ადამიანს თავისი ადამიანური პასუხისგებლობის გარეშე. ანუ რას ამბობს ფრანკლი? ფრანკლი ამბობს ყველაზე მთავარ სათქმელს, რომ მაშინაც კი, როდესაც არის აუტანულად ძიმე გარემო, რომელიც არის ძალადობით სავსე, სადაც შენ წაგართვეს ყველაფერი სოციალური სტატუსით დაწყებული ადამიანური ღირსებით და მათ შორის სახელი და გვარიც კი და კარგად აქ აღწერილი, რომ არავის არ აინტერესებს, არ გეკითხებიან შენ გვარს, უყურებენ ნუმერს, რომელიც მოკრული ან მხარზე ან შარვალზე, ხო? ნუმერი ხარ, არავინ არა ხარ, არ არსებობს სოციალური როლები. შენ მაინც გრჩება პატარა სივრცე, სადაც შენ იღებ გადაწყვეტილებას. რჩები ადამიანად თუ კარგავ ადამიანობას. და ერთი ძალიან ისეთი საინტერესო მომენტი იყო. ჯერ ხოს კითხვა გიჩნდება და დღეს ამაზეც მინდა ბევრი ვილაპარაკოთ. კი მუდმივად გვაოცებს, როგორ დაუშვა კაცობრიობამ ეს განვითარების ამ საფეხურზე, როგორ დაუშვა საერთოდ ის, რომ ესე დეჰუმანიზაცია ასე ადვილად და ეხა ინტერესების ზონაზე ვლაპარაკობდით გოგისთან წინა გადაცემაში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია, რომ სინამდვილეში არც ის რთულია ეს გაველურება თურმე და ესეც ჩანს აქ როგორ კარგავენ ადამიანები ნელ-ნელა ღირსებასთან ერთად ძალიან ბევრ რაღაცას იმას სხვა შორის ემპათიაც ხო ის არის რაღაც მყიფეა რა რაღაც სიტუაცია შეიძლება აღარ აღმოგაჩნდეს ეხლა იმას ფიქრობდი რომ როგორი ემპათიური იყო ევროპა თქვათ უკრაინის ომის პირველ დღეებში და ნელ-ნელა როგორ ჩამოდის ეს გრადუსი დაბლა მაგრამ ამასთანავე ერთი ეპიზოდი ჩამრჩა როგორც ბჟუტავი იმედი როცა 2000 კაცი შეძლებს უარი თქვას კარტოფილზე, იმიტომ რომ არ ჩაუშვან ის ვინც 2500 ხო მე კიდე დავარ 2500 ადამიანი შეთანხმებულად ჩება ერთი დღე მშიერი ასეთ გაუსაზლის პირობებში ეს არის ალბათ რასაც უნდა მოვეჭიდოთ ხო ჩვენ როგორც ადამიანებსაც არ გვინდა შეგძულდეს კაცობრიობა სისასტიკის გამო კი, საოცარი მომენტია, ძალიან ადამიანური და მაგ მომენტში, როდესაც ამას აღწერს, თავის როლს როგორ ხედავს თუ გახსოვს. რომ თვითონ არის სრულიად მშიერი, თვითონ არის ძალიან დაუძლურებელი და მთელი ამ წიგნის განმავლობაში ის ძალიან ხშირად ახსენებს თავის ფეხებს, რომელიც არის შიმშილისგან და სიცივისგან დასიებული და ის ამ ფეხებს საერთოდ ფეხსაცმელშიც კი ვერ დგავს და მყინვარში, როდესაც უწევს მუშაობა იქ ამ რკინიგზის მშენებლობაზე ძალიან ისეთი თვალსაჩინო და ძიმე ისა ამ ფეხების აღწერის. კი, როგორი ცინიზმია, რომ აი ამ ბანაკებსაც, რკინიგზასაც, ანუ იმათ ეხმარებოდნენ, იმაში იყენებდნენ ამ ადამიანებს, რისთვისაც კლავდნენ. ანუ იმავე სისტემას აიმსახურებოდა, რომელიც კლავდა. ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი. იმ სისტემას აშენებინებს და რაც თავია ყველა ადგილას იყენებს, ანუ თვითონ ბანაკშიც იყენებს დამხმარეთ, რომ აი ამ გაზის კამერებში სხვადასხვა ესეთი მძიმე და სასტიკი სამუშაოს ჩატარებაში საკუთარივე თანა
მის რა ქვია ბარაკებში რო ცხოვრობენ აი მეგობარს ეძახეს ფრანკლი რა ჩემი მეგობარი ან თანა მე ბარაკე იმის დასჯაში ყველაფერში იყენებენ ანუ ეს არის ყველაზე მძიმე ამ სისტემის მაგრამ იმ აზრს რო დავუბრუნდე რომ ის გრძნობს როგორც ფსიქიატრი პასუხისგებლობას რომ ეს შეთანხმებული 2500 კაცის შეთანხმება რომ ჩვენ ოღონდ სხვა არ დაისაჯოს ჩვენ დღეს ვიქნებით ვიშიმშივლებთ ხო მშივრები ის იღებს მაინც თავის პროფესიულ პასუხისგებლობას და ის იწყებს საუბარს ის იწყებს საუბარს ისეთ თემებზე რომელიც არის თერაპიული და 2500 კაცი მას უსმენს და მეორე დღეს როდესაც თენდება ისინი მას მადლობას უხდიან იმიტომ რომ ეს არის რაღაცა კათარზისული მომენტი შეთანხმებული საოცარი ჰუმანური აქტი და ძალიან საოცრად აქვს საერთოდ ესეთი ჰუმანური აქტები მას დანახებული რა ყოველგვარი ზედმეტი ახსნის გარეშე აი მე რაც მიყვარს ამ წიგნში არის რომ მას თავიდან ბოლომდე უჭრავს ხაზი სადაც ის გაჩვენებს და ისე გიხსნის ფაქტობრივად თითოეულ ჩვენებაში როგორც ყავს აღწერილი სხვადასხვა ტყვეები როგორც აქვს აღწერილი სხვადასხვა სიტუაციები ის უკვე გაახლოვებს მთელ იმ უდიდეს ფილოსოფიას, რომელსაც ატარებს მისი ტექსტი, ხო? და ის გაჩვენებს, რომ აი რაც შენ ახსენე, რომ მორალი, ემპათია, ეს გარკვეული რაღაცა ღირსება, ეს არ არის იმთავითვე ბუნებრივი მოცემული. ხო, დეტერმინირებული არ არის ეს. და რაც ამს იცვლება გარემო და გარემო ხდება გაუსაძლისი. იცვლება დამოკიდებულება მაგალითად იგივე სიკეთის მიმართ, ხო? ჩვენ თანამედროვე სამყაროში ძალიან შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენ სიკეთეს როგორ ვუყურებთ. ჩვენ ვუყურებთ სიკეთეს როგორც აი რაღაცა პატარა ნაბიჯ ესეთი პაწაწინა გამოხატულებები სიკეთის თითქოს არაფერი არ არის, ანუ რაღაცნაირად უგულველყოფილი გვაქვს, გაუფასურებული გვაქვს. ველოდებით ხოლმე დიჯესტ სიკეთის, თითქოს არსებობს რაღაცა საზომი სიკეთეების და აი ამ საზომზე აბსოლუტურად არაცნობიერად უბრალოდ ეს მოიტანა ამ ცხოვრებამ, ხო? აი ამ საზომზე რაღაცა დიდი კი, ზუსტად. დიდი ჟესტები იყო, აი სიკეთე ერქვა ამას. და ის გეუბნება, რომ იქ სადაც მე ვარ, საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც დაცლილი ვარ ყველანაირ ფიზიკურ რესურსს და ფიზიოლოგიურ დეფიციტში ვარ, ანუ ამაზე უნივერსალური ფიზიოლოგიური დეფიციტი, როგორც არის საკონცენტრაციო ბანაკში, არ არსებობს, ხო? იმიტომ რომ ყველა კუთხით, აბსოლუტურად ყველა კუთხით. ის ამბობს, რომ სიკეთის ისეთი გამოხატულებაც კი, როგორც არის პურის აწაწინა ნაგლეჯის გაწილადება, ეს არის ჰუმანიზმის უდიდესი აქტი. ეს არის სიკეთის ყველაზე დიდი გამოვლინება, რაც კი რამე შეიძლება არსებობდეს კაცობრიობაში და ეს მართლაც ასეა. იმიტომ რომ დღეს მე რო შენ გაგიყო პური, როცა მე და შენ ვსხედავთ უსაფრთხო ადგილას და ჩვენ არ გვშია. ეს არ არის შენი ბოლო პური. ამოვნოს, რომ მადლობა, რომ გამითვალისწინე, მაგრამ ეს არ არის. ხარ გითხრა და მორჩა. და მორჩა დამთავრდეს. ეს არის ჩემი ბოლო პური და ეს არ ამგონია რომ ეს იყოს სიკეთე. და თან ერთი კვირის ნაშიმშილებიც თუ არ ხარ კიდე თან ის არის ადვილი და ეს წლების ნაშიმშილები არიან და თუ გახსოვს მან არის ერთი მისი პატარა ჩანართი სადაც ის იძახის რომ მე მახსოვს როგორ მეთვალყურემ ბადრაგის მეთვალყურემ გამინაწილა ანუ გადაინახაო თავისი ნაჭერიო პურისო და გამინაწილაო და მანდო ის კი არისო რომ პური გამინაწილაო მზერაო და სახის გამომეტყველება როგორ გააკეთა ეს იყო ჩემთვის იმის დადასტურებაო რომ სიკეთე არ მომკვდარა ანუ რა სახით მოხდა ეს ყველაფერი ხო ძალიან საინტერესოა მისი დამოკიდებულება საერთოდ ანუ ჩემთვის მაგალითად ეს წიგნი რატომ არის იცი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზისტენციალურ ფილოსოფიაში რომ აი მაგალითად რო აიღო თქვა კამიუ და სარტრი ხო ისინი იძახიან რომ თქვა კამიუ ამბობს რომ ადამიანი აი ამ აბსურდთან მიმართებაში იტანჯება რომ ადამიანი სულ სვავს შეკითხვა საზრისის შესახებ ის ეძებს სამყაროსგან პასუხს სამყარო მას პასუხს არ აძლევს და არის სიჩუმე და იმ ამ აბსურდშია ადამიანი
კი, და აბსურდის გაჩვეულებრივობა არის დასაწყისი დიდი სისასტიკის ხო, ყოველთვის. ზუსტად. და იქ ძალიან დიდი სივრცე იქმნება სისასტიკისთვის, ხო? სარტრი ამბობს, რომ სამყაროს არ აქვს თავიდანვე მინიჭებული მნიშვნელობა და შენ უნდა იპოვო მნიშვნელობა. და ფრანკლის ხოთაშორის ეხმიანება სარტს, მაგრამ ფრანკლი იძახის, რომ სიცოცხლეს არ აქვს უნივერსალური მნიშვნელობა. სიცოცხლე არ არის დაცლილი მნიშვნელობისგან და შენ არ უნდა უპოვო მნიშვნელობა. არამედ სიცოცხლეს აქვს ყველა კონკრეტულ მომენტში თავისი კონკრეტული მნიშვნელობა. და შეკითხვა, რა უნდა სიცოცხლეს ჩემგან კი არ უნდა ჟღერდეს. უпростоრად, რა მინდა მე სიცოცხლისგან კი არ უნდა ჟღერდეს, რომ რასელის ცხოვრება ჩემგან. არა, სიცოცხლე რას მთხოვს მე. და როგორც კი ამ პერსპექტივის შემოტრიალება ხდება, რაღაც საოცარი მომენტია, რომ არასდროს შეიძლება აქამდე არ დაგეშვა, რომ შენ კი არ ხარ ის მთავარი, რომელიც კითხვას სვავს და საერთოდ ვინ ახარ, რომ ამ კითხვას უსვავ ამ ხელა ცხოვრებას. რომ ცხოვრებამ შენ დაგისვა ეს კითხვა, რომ შენ დაბადებისთანავე ატარებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის პასუხისმგებლობას. და ეს კითხვა არ არის ყველა სხვადასხვა მომენტში ერთი და იგივე. ეს კითხვა იცვლება მომენტებიდან, იმიტომ რომ ის ცხოვრებასაც ასე აღწერს, რომ ცხოვრება არ არის უბრალოდ დროს ცხოვრებასთან მიმართებაში საინტერესო განმარტება აქვს მას დროის, რომ დროის რაღაცა კი არ არის, რომელიც ესე მიდის და მიედინება. ეს არის სხვადასხვა უნიკალური ფრაგმენტების სერია. თავის ტვინიც ხო ესე იმახსოვრებს ფრაგმენტების სერიათ, იმიტომ რომ ჩვენ კი გონია რომ გვახსოვს ყველაფერი, მაგრამ 90% არ გვახსოვს ესე. გვახსოვს ის ფრაგმენტები, რისგანაც ჩვენი იდენტობა შედგება. კი, და აი ამ თითოეულ ფრაგმენტს აქვს თავისი საზრისი. და როდესაც ადამიანი კარგავს საზრისს, ან ვერ პოვებს საზრისს, მაშინ იწყება ეს ეგზისტენციალური ვაკუუმი, რასაც ის ეძახის, ეს ეგზისტენციალური სიცარიელე. სადაც ისადგურებს შფოთვა, სადაც ისადგურებს აპათია, სადაც ისადგურებს დეპრესია და პრინციპში ხო თანამედროვე სამყარო ამას ყოველჯერზე გვაჩვენებს, რომ ყველაფერი ის რაც ხდება, თუ მე ამაზე მაქვს ნაპოვნი პასუხი, რატომ და რისთვის ფრანკლი უფრო რატომზე აკეთებს აქცენტირებას და რატომი განსაზღვრავს როგორც. ანუ ის იძახის, რომ თუ შენ ნაპოვნი გაქვს პასუხი რატო, მაშინ შენ შეგიძლია გაუძლო როგორც. ანუ იმ ტანჯვაშიც კი, რომელიც შენ დაგეცა თავს, თუ შენ გაქვს ნაპოვნი რატომ იტანჯები, ან რატომ უნდა გაუძლო ტანჯვას. მაშინ შენ როგორიც არ უნდა იყოს ტანჯვა, ალბათობა იმისა, რომ გაუძლებ მაღალია. თან ჩვენ ხო მიჩვეული უფრო რიტორიკულ შეკითხვას ვსვავთ, როცა ვიტანჯებით, რატომ მე? რატომ მე? და ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისძიებას იწყებ, უბრალოდ უსამართლოდ დასჯილად გრძნობ თავს და მორჩა ხდები ცუდად, ხო? მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ამ წიგნში და ძალიან სწორ დროს ფიქრობდი შენზე, როგორც ნამდვილმა ფსიქოლოგმა სწორ დროს შემოგვაწოდა ეს წიგნი, როგორ მნიშვნელოვანია აი ეს ბჟუტავი იმედი, რომელმაც ყოველდილით უნდა აგვაყენოს. მე ვნახე ფრანკლი რამდენი ხანი, მე მეგონა რომ აი მე ვინც გამოვიდა, კი გადარჩა, მაგრამ მალევე დაიხოცებოდნენ, იმიტომ რომ ნუ ისეთი რაღაც გამოიარეს. ჯერ კითხვისგან ამტკივდა, მართლა მე არ ვარ ესეთი ემოციური, აი რომ ტექსტში შემიძლია შესვლა ინტელექტუალურად ბოლომდე, მაგრამ ესე ხელზე ვიგრძნო ეს ფეხების, ხელების ტკივილი დავიტანჯო, მომშილდეს, ეს ყველაფერი დამემართა კითხვის დროს, რაც ნიშნავს, რომ ბოლომდე მიდის ადამიანთან. რამის მერე რომ კიდე 90-ს გადაშორდა ეს კაცი, ესე იგი, მაინც გონია რომ რაღაცა მას ჰქონდა ეს სტამინა, სხვანაირი და როგორ ფიქრობ? რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ, აქვს ადამიანს რესურსი, აი ასეთ რაღაცეებს მაინც გაუძლოს. ფსიქიკა ხო შეუძლებელია კორექცია გაუკეთო, თქვა ტექსტებით, წიგნებით, თუნდაც ფსიქოლოგთან საუბრით. ალბათ ყოლია პაციენტი, რომელსაც თქვა ვერ დაეხმარე ბოლომდე, იმიტომ რომ ნუ რაღაც ესეც გონია, რომ თან თუ ვწდები, თან დაყოლილია ცოტა ეს გაძლების რესურსი.
იცი რა, თვითონ ფრანკლიც არ უარყოფს მაგას. ის არ უარყოფს ამ ბიოლოგიურ გენეტიკურ ხო, მაგრამ ჩამოთვლის ვინ მოკვდა, ის ვინც უიმედოთ იყო, ხო? ეს მისი პერსპექტივა, იმიტომ რომ ეხლა მე არ შემიძლია რა ფრანკლთან ერთად მაგალითად არ დავპატიჟო პრიმო ლევი. ხო. და სხვათა შორის ყველაზე გასაოცარი ჩემთვის იყო ის, რომ რამდენიმე წლის წინ რო წავიკითხე პრიმო ლევი, აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთ დროს იყვნენ ერთსა და იმავე ბანაკში და არასდროს ერთმანეთი არ უხსენებიათ. ანუ ძალიან მაინტერესებს რა მოხდა, რომ ისინი ერთი და იგივე ბანაკის და ერთი და იგივე ამბის შესახებ წერენ, ორი აბსოლუტურად განსხვავებული პერსპექტივიდან, იმიტომ რომ ის იძახის, ანუ ფრანკლი იძახის, რომ გადარჩა ის, ვინცაც ჰქონდა საზრისი და ის ამ საზრისს ყოფს სამ ძირითად მიმართულებად. ეს არის ამბავი იმაზე, რომ მე მაქვს საქმე ანუ მომავლის ხედვა, რომ სადაც მე მაქვს საქმე, შემოქმედება და მე მჯერა იმისი, რომ მე ამისთვის მოვევლინე სამყაროს და ამიტომაც მე უნდა გადავრჩე, რომ ეს საქმე დავასრულო, ან თუ არ დავასრულო, დავიწყო ის საქმე, რომელიც ჩემს გონებაში წიფდებოდა. მეორე ეს არის სიყვარული და სიყვარული აქვს გაგებული და დანახული და ჩვენთვის დანახული როგორც ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო რამ რაც შეიძლება არსებობდეს აი ეს მეორე ადამიანის არსის გაგება ის არ ლაპარაკობს მარტო რომანტიკულ სიყვარულზე ის ზოგადად სიყვარულზე ლაპარაკობს მაგრამ რომანტიკულზეც ლაპარაკობს ის თავის ცოლი მე მგონია რომ ეხმარება იმ ცოლის ხატება ძალიან ეხმარება მაგრამ მაინც ამ სიყვარულში ბევრად უფრო დიდ შინაარსებს, ხო? და მესამე ეს არის ტანჯვისადმი დამოკიდებულება. ანუ ის არ ამბობს, რომ ტანჯვა კარგია, ნახე, ანუ და ბევრჯერ გამიგია მე მაგალითად ფრანკლის გაანალიზების დროს, როდესაც ამოვარდნილია ის პერსპექტივა, ეს კაცი რაღაცნაირად ისე ხდება ხოლმე ანალიზი, რომ თითქოს და ფრანკლი ამ ტანჯვას არ ვიცი მე მიძახის, რომ ნუ ხო, უნდა იტანჯვა, არა, ის ამბობს, რომ თუ შესაძლებელია, რომ ტანჯვა არ იყოს, ან თუ შესაძლებელია, რომ ტანჯვა აირიდო თავიდან, ტანჯვა უნდა აირიდო. მაგრამ როდესაც შეუძლებელია ტანჯვის არიდება, მან შენ გაძლებას და შენს გადარჩენას განსაზღვრავს პოზიცია ტანჯვის მიმართ. რა შინაგან პოზიციას იყენებ შენ ამ ამბავში. და ამიტომაც ის ამბობს, რომ მე ვაკვირდებოდი, რომ თუ კი ვინმეს ყავდა ვიღაცა გარეთ, ვისი ნახვაც უნდოდა და სჯეროდა, რომ იმას ნახავდა. თუ კი ქონდა საყვარელი საქმე, რომელიც უნდა ეკეთებინა და თუ გახსოვს არის იქ ერთი პასაჟი, სადაც არის მეცნიერი, რომელიც ერთადერთია იმ რაღაცა სამეცნიერო აღმოჩენასთან მიმართებაში, რომელსაც ის იძიებდა თუ იკვლევდა და ეს ახსენებს მაგას, რომ შენ უნდა შექმნა ეს, რომ არა გაქვს შენ იმისი უფლება, რომ ეს დათმო, ანუ აი ეს მომავალზე პერსპექტივა. მაშინ ეს ადამიანები გადარჩნენ. და მე მაინც იცი რა არის, ჩვენ არავინ არ ვართ უნივერსალურები, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ფრანკლი, ის მაინც ადამიანია. და ყოველთვის იმ პერსპექტივიდან ვუყურებთ, სადაც აი მან გააკეთა დაკვირვება, მან გააკეთა აღმოჩენა, მან შექმნა ფენომენალური იდეა, რომელიც საფუძველს უყრის ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის განვითარებას, ლოგოთერაპია, ანუ საზრისის ძიება, მაგრამ ეს არ არის უნივერსალური. ისევე როგორც ცხოვრება არ არის უნივერსალური. დაეხმარა საკუთარი პროფესია თუ საკუთარი მაგალითად ფიზიკური სიმტკიცე, იმიტომ რომ მე შემიძლია ხანდახან მის ადგილზე წარმოვიდგინო თავი, შეიძლება არასწორად ფიქრობ, მაგრამ გონია რომ ალბათ ერთ კვირაში გავხდებოდი ავად და სულ რომ ოპტიმისტურად ყოფილიყავი, უბრალოდ ამით მოვკვდებოდი ასეთი გარე სამუშაოებით. ხომ არ არის ეს ის რომ ფიზიკურ გამძლეობასაც განაპირობებს ფსიქოლოგიური სიმტკიცე? აუცილებლად ორივე ერთმანეთს. ანუ დაშლა შეუძლებელია. მაგრამ ის ამბობს, რომ აი ამ ორივეს ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს და ფიზიკურ სიმტკიცეს განაპირობებს საზრისი. შენ თუ გაკნაპოვნი საზრისი, შენ ორივესთან მიმართებაში, ანუ ჰოლისტურად, მთლიანობაში, შენ გაქვს სიმტკიცე, რომ ტანჯვას გაუძლო. ხო, იცი უფრო რა ვიგულისხმებ, მაგალითად გაქვს საზრისი. მაგრამ ნუ ტუბერკულოზიც გაქვს. ხო, თავისთავად. ხო, აი რომ ხო შეუძლებელია, რომ შეუძლებელია, ხო, მაგრამ ნახე ის რას იცახის, რომ თუ გახსოვს ის მომენტი, როდესაც ის აღწერს, რომ როგორ ნებდება ტყვე.
რომ ერჩენიერ დღეს შეიძლება შენივე მეგობარი უბრალოდ არ ადგეს. უარი თქვას ადგომაზე. აი ამას გულისხმობდი ადგომის და ის მაინც ეს ხო ახლაც გვჭირდება ჩვენ დილით რაღაც გეგმა, რის გამოც უნდა ავდგეთ. ეს მე შემიმჩნევია როგორც საკუთარ თავზე, როცა არ საკონცენტრაციო ბანაკში ხარ და არც, მაგრამ რაღაცა გჭირდება დილით, თუნდაც ერთი ჭიქა ყავარისთვისაც უნდა ადგეს. სულ პატარა მიზეზიც კი. აი ამას როგორც კი კარგავ, იწყება ეს რატო ქვია დეპრესიას, ალბათ ამიტომ წოლასთან მაგიტო ასოცირდება, რომ აი ეს წამოდგომის მეტაფორულადაც და პირდაპირ წამოდგომის აზრს ვეღარ ხედავს, აზრის კარგავ, ალბათ ეს არის ეს აფათია. ხო, იმიტომ რომ წამოდგომა უკვე კონტაქტს ნიშნავს სამყაროსთან და მე გავდივარ დეპრესიის დროს სამყაროსთან კონტაქტის ეპიზოდიდან. მაგრამ აი მე როგორც მესმის, მე მაინც ვხედავ უფრო წინ მოდის მაინც ფსიქოლოგიური დანებების ამბავი. უფრო. აი თუ გახსოვს ერთ-ერთი ბარაკის ზედამხედველის ისტორია აქვს, სადაც ის უზიარებს ფრანკლს თავის სიზმარს, რომ 30 მარტს დაასრულდება ომი. და 30 მარტს ისინი ყველანი იქნებიან თავისუფლები. და ეს ხდება თებერვალში, ფრანკლი ყვება. და 29 მარტს ეს ადამიანი ძალიან მძიმდება ტიფით. ან მანამდე არანაირი სიმპტომი არ ეტყობა. და ის რას ხსნის, რომ მას იმდენად ჯეროდა და იმდენად იყო ჩამოკიდებული აი ამ აზრზე, რომ მისი სიზმარი იყო წინასწარმეტყველური და მართლა დამთავრდებოდა ომი, რომ ნებისმიერი ინფექცია, რომელიც მის ორგანიზმში იყო, ვერ ერეოდა. და როგორც კი ის ფსიქოლოგიურად დანებდა, იმიტომ რომ 29 მარტს არაფერი არ შეიცვალა. არ მოასწავებდა იმას, რომ არაფერი. მას მოერია ინფექცია. და ფსიქოსომატურადაც ეგრეა, ხო? ანუ ჩვენ ვერ გავყოფთ ადამიანს მხოლოდ ფიზიოლოგიურ, ან მხოლოდ ფსიქოლოგიურ, ანუ ადამიანი იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სულიერი არსება ერთობლიობაში. ხო, აი მე ძალიან მიჭირს და მინდა რომ ალბათ უნდა ბევრჯერ გელაპარაკო კიდე რომ ეს დავიჭერ. მე მაინც იმდენად მიჯაჭვულია ჩემი წარმოდგენა, რომ ყველაფერს მაინც შიგნით მოლეკულები და გარემო განსაზღვრავს, რაშიც ადამიანი ჩავარდება, რომ ხო, აი ეს არის ალბათ ძალიან მიშლის მეცხელს და კიდევ ბევრ სხვას, ვისაც ბიოლოგიის ზედმეტად ჯერა. თუმცა ხო, აი ეს რაღაცა წარმოდგენები, იგივე მაგათაც როცა რაღაც საქმეა გასაკეთებელი, სანამ ადრენალინი გაქვს, თითქოს ხო ბევრჯერ გაგვიგე დედაჩემსაც უთქვამს, რომ სანამ რაღაცა საჭირო ხარ, თითქოს არც მუხლები გტკივა, თითქოს არც წნევა გაქვს და მე როგორც კი დასრულდება შენი საჭიროება და ფუნქცია, მე ხდები ცუდად და მაგალითები ბევრი მაქვს თუნდაც და აი ეს საჭირო არის ხო აზრის გარშემო არის. ნახე, ის რასაც ფრანკლი აღწერს ინტელექტუალურ დონეზე, რომელსაც ჩვენ ინტელექტუალურად ვამუშავებთ, ეს არ ხდება მხოლოდ ინტელექტუალურ დონეზე დამუშავება, ეს ხდება სხეულებრივად. მე შეიძლება რაღაცა ჩემს შინაგან მდგომარეობას ვერ დავარქვა სახელი. ანუ აი ესე ინტელექტუალურად მithumetes თუ არ ვარ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და საერთოდ ფრანკლი არ მაქვს წაკითხული, ვერ გითხრა ის პოზიცია ჩემს შიგნით, რომელიც გარკვეულ სხეულებრივ შეგრძნებებს იწვევს, რა არის? ვერ გითხრა. ან შეიძლება დავარქვა იმედი. მაგრამ ჩვენ ხომ ამას გრძნობთ. ჩემი სხეული ხო გრძნობს რა ხდება, სანამ პრინციპში ცნობიერ დონეზეც კი ამოწევს, გრძნობს. და თუ სადღაც ის მაგას იძახის, რა ბიოლოგიურ დეტერმინიზმს საერთოდ არ უარყოფს, რომ ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი ფიზიკური აგებულებით, გამძლეობით, გენეტიკა ძალიან ბევრშვება. თიაქარისაც ქონდა მაგალითად ხოლმე განწირული იყო და კამრები რო აქვთ, ხო? კი, ზუსტად და ნებისმიერ როგორ ხდება იქ ეს თითის შეუმჩნეველი მოძრაობით ერთ-ერთი აი ამ ნაცი ჯარისკაცის, რომელიც უყურებს მწკრივში ჩამდგარ ტყვეებს და ანაწილებს ვინ წავა გაზის კამერაში და ვინ იქნება გამოსადენი. ერთი რა კარგი მომენტი აქვს ხო გახსოვთ კიდე რომ მოივლის და ბოლოს სადაც პირველად იდგა იქ რო აღმოჩნდება ფრანკლი თვითონ. მაგრამ იქ ხო არის კიდევ რამდენიმე ერთი საკითხი მინდოდა კიდე ძალიან მაინტერესებს შენი აზრი რომ რამდენჯერმე ის გადაარჩინა მისმა არჩევანმა
აი თქვა გაყოლო და გაქცეულიყო თუ დარჩენილიყო. ან სიგარეტი გადაეცვალა სუფში თუ არა. ხო და აი ასეთი არჩევანი ჩვენ ახლა დრამატურგებისთვის ეგ არის პრინციპში გმირის არჩევანია მთავარი რაც უნდა რითიც განისაზღვრება პროტაგონისტი და საერთოდ ყველაფერი ადამიანი არის მხოლოდ მისი არჩევანი მაგრამ ზოგჯერ ხო არის რაღაც შემთხვევათა ჯაჭვი რომელიც გადაგარჩეს ამის ბიოგრაფიაში იქაურში ჩანს ეს რამდენიმე მომენტი როდესაც მან გააკეთა სწორი არჩევანი ზოგჯერ შემთხვევით ისე რომ არანაირი წინაპირობები არ იცოდა და ზოგჯერ უბრალოდ საკუთარი გონიერება მიეხმარა ხო ხო და აი მან ვიცახი რომ პრიმო ლევის ვერ აუცდებით თქო რა და მე მგონი მაგიტომ არის რომ ისინი ერთმანეთს არ დაკავშირებიან იმიტომ რომ პრიმო ლევი ამბობს რომ ჰოლოკოსტის გადარჩენილები არიან აბსოლუტური შემთხვევით რომ არანაირი ხოიცი მაგას ასეც საზრისი არ დევს ტანჯვაში. ქართულად როგორ არის, არ ვიცი, გადარჩენილი შეცდომა. როდესაც შენ გადარჩენილი მაგ პერსპექტივიდან წერდა. და ის ძალიან სხვა პერსპექტივიდან უყურებს ის იძახის, რომ აი ამ ტანჯვაში არ არის აზრი. ეს უფრო აბსურდია, ეს არის რაღაცა ჯოჯოხეთი. ამ ტანჯვაში აზრის ძიება ნიშნავს ამ ტანჯვის მნიშვნელობადობის დაკნინებას და რაც არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო რა ნაწილობრივ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ის ამბობს რომ ყველაფერს უნდა დაარქვა სტორის სახელი და ეს არის სისასტიკე ის არ გულისხმობს დეჰუმანიზაციის პროცესში ჰუმანად დარჩა ხო ცოტა ის ხო და ის იცი რა არის ის იძახის რომ ესეთ რადიკალურად საშინელ სიტუაციაში და გარემოში ალბათობა იმისა რომ ადამიანი თვითონ გახდეს სასტიკი არის ბევრად უფრო მაღალი ვიდრე შეინარჩუნოს ეს შინაგანი პოზიცია რასაც ფრანკლი აწვება და ამბობს რომ ყოველთვის შენ გაქვს მაინც არჩევანი რა პოზიციას იკავებ თან არავიწყდება კაპოები აღწეროს არავიწყდება რომ იქ ზედამხედველებში ადამიანი გამოარჩიოს სადაც ამით გვეუბნება რომ შეიძლება შენ სისტემაში დარჩი ადამიანად და მსხვერპლიც გახდეს ანტიადამიანი დაკარგო შენი ეს ხო და ეს არ განისაზღვრება თქვა შენი სისტემის ნაწილობით ან თანამდებობით ან სოციალური სტატუსით ხო პასუხისგებლობით განსაზღვრავს აი მაგას ხსნის რომ ადამიანი ის არ ამბობს რომ ადამიანი იბადება ბოროტი ან იბადება თავიდანვე კეთილი ხო აი მაგალითად ჰობსი ამბობს რომ ადამიანი იბადება უკვე სამყაროსთან იმაში წინააღმდეგობაში რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია ანუ ეს ნიშნავს რომ მე მზად ვარ რომ აგრესორი ვიყო მზად ვარ რომ მე რაღაცები უნდა მოვიპოვო ვიღაცის დაჩაგვის ამიტომ ჩემთვის მაგალითად დოკინზის ეგოისტი გენი რომელიც ამბობს რომ ადამიანი არის ორივე ეს მგონია ყველაზე სწორი ამას ადასტურებს კარგი ლიტერატურა ამას ადასტურებენ ფსიქოლოგები მე რაღაცა ნუ გენეტიკა და მე ეპიგენეტიკა როგორც განსაზღვრავს იმ გენეტიკურ მოცემულობას ასე არც კეთილი არც ბოროტია მასში არის ალტრუიზმიც არის ეგოიზმიც და სხვადასხვა მომენტებში ამიტომ არც ერთი არ არის ხა უნივერსე აბსოლუტურად ეგოისტი ან აბსოლუტურად კეთილი ეს რაღაც ნორმიდან გადახრა უფრო ზუსტად არ არის აბსოლუტური არაფერი არ არის მათ შორის სიცოცხლისადმი დამოკიდებულებაც ფრანკლის არ არის აბსოლუტური ის იძახის რომ არ არსებობს აბსოლუტური აზრი სიცოცხლესთან მიმართებაში ეს აზრიც იყოფა იმ ეპიზოდებად რომელსაც სიცოცხლე გთავაზობს ხო და ეს პასუხისგებლობა მე ვინად დავრჩი ან რა დამოკიდებულება შევინარჩუნო იმ გარემოს მიმართ რომელშიც მე ავღმოვჩდი ეს არის განსაზღვრელი ნახე რა არის აი შენ ბიოლოგიურ დეტერმინიზმზე საუბრობ ხო სიტყვაზე ესეთი ფიზიოლოგიური დეფიციტის დროს რა ხდება რომ მე როდესაც ვარ მშიერი მე როდესაც მცივა მე როდესაც ვარ უძილო მე როდესაც ვარ ყველანაირი ფიზიოლოგიური რესურსისგან დაცლილი არა მარტო სოციალური არამედ ფიზიოლოგიური ჩემი კოგნიტური უნარებიც სუსტდება ბუნებრივად. სხვათა შორის ჩვენ როცა ვიწყებთ საუბარს ისტორიაზე, რა პრობლემა უნდა კონდეს გმირს, რომელ ნაწილში, ფიზიოლოგიურში, სიყვარულის, აღიარების თუ სად, სულ მომყავს მაგალითად სულ ყველა სტუდენტთან ეს Buffalo 66, როცა ტუალეტში უნდა და ციხიდან რო გამოდის და თავისუფლებას ვერ გზნობს. და სულ ეუბნება, აი ხალხო წარმოიდგინეთ, რომ ძალიან გშიათ, გეძინებათ, გწყურიათ
გაღიზიანებული ხართ ორი კვირა ვერ დაიბანეთ და უცებ მე გელაპარაკები გალაქტიონის ლექსებზე, ხო? და აბსოლუტურად არარელევანტურია, ხო? აბსოლუტურად. და ამიტომ კოგნიტურ უნარებზეც და ამიტომ ფიქრობ, რომ აი მე ყველაზე დიდი მზაკვრობა კაცობრიობის მიმართ მგონია, რომ სიღარიბე არის ხელოვნურად შექმნილი საზოგადოებისთვის მოცემულობა, რომელშიც ის ფიზიოლოგიური დეფიციტის შევსებაზე ფიქრობს და ვეღარ ადის იქ სადაც უნდა ისაუბროს გაზეთზე, სასამართლოზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ. ზუსტად. შესაბამისად ამ სიღარიბეში მყოფი ადამიანი მარტივი საკონტროლებელია, ხო? მარტივია, რომ პურის გაყოფით. იმიტომ რომ მისი ფსიქიკური მასშტაბი მისი ფსიქიკური ვიწროვდება. ანუ სრულად ღარიბდება ადამიანი და მისი ყოველდღიური საზრუნავი აი ახლა ამ მასშტაბის მოაზროვნა, როგორც არის ფრანკლი, აღწერს, რაზე ფიქრობდა ყოველ დღე. ანუ შენ თავისთავადაც უფრო ფრანკლის ვიდრე ფრანკლის მომხრე ხარ ამ სიტუაციაში მე მიყვარს ეგ. გიყვარს ვიდრე პრიმოლევი. ნუ იცი როგორ არის? თუ შენ ჩათვალე რომ დღეს ქართველებს ფრანკლი ჭირდება და არა პრიმოლევი. მოდი გულწრფელი ვიქნები. მე მიმაჩნია რომ ქართველებს პრიმოლევიც ჭირდება და ფრანკლიც. და აქ ბალანსია საჭირო და მე ამ ბალანსისკენ ვარ, მაგრამ ძალიან სუბიექტური ვარ ფრანკლის მიმართ, იმიტომ მართლა ანუ აი კრაშია რა, ხო არსებობს კრაში. აი თუ კი პროფესიაში არსებობს ვიღაცა, ვინც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ეს სტერეოტიპი ხო არსებობს, მაინც უნდა ფსიქოლოგი თუ ხარ ფროიდი იყოს შენი კრაში და ფროიდი უნდა კონდეს საკითხული, ხო, აი ფროიდის იქით ვერ მივდივარ. საკითხული კი მაგრამ კრაში არა, კრაში რა უნდა იყოს და ნუ არა, ჩემთვის არის ფრანკლი, ჩემთვის არის ირვინ იალომი, იმიტომ რომ ირვინ იალომი ზუსტად იგივეს ადასტურებს და ზუსტად იგივე თეორიას ავითარებს, რომ აი ეს ეგზისტენციალური ვაკუუმი ქმნის ტანჯვას და თუ ჩვენ განვაზოგადებთ ინდივიდიდან საზოგადოებაზე, ის საზოგადოება, რომელიც კარგავს საზრის და არ იცის საერთოდ რაც მის თავს ხდება, რისთვის ხდება, რატომ ხდება და თვითონ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ ყველაფრის მიმართ, ის საზოგადოება არის ქაოსში, არის აბსურდში, არის ტანჯვაში და ვერ გამოდის, დადის სტრესზე. თუ იცის თუ საზრისი აქვს, მიზანიც აქვს და ამ მიზანში ძალიან კაფიოთ არის ჩამოყალიბებული, მაშინ იწევს თუ არა ეს რა, აი ეს ბრაზი ამ მიზნის ვერ მიღწევის და მუდმივი ხელშემშელი პირობების და ხან გადმოგდებული სავარცხლის და ბევრი რამის. აი ეს რა პროცესებს განაპირობებს ადამიანს. ბერჯერ ყოფილა ასეთი კითხვა აი ჰანა არენდსაც და ეს დაშვება იმის, რომ რაღაც ძალიან მალე ადაპტირდნენ იგივე იმ ბანაკებშიც ადამიანები ამ ტანჯვასთან. ანუ ამბოხებების წილი იყო ძალიან ცოტა, ხო, თითქოს შეეგონი, მე მეორე ხარისხოვანი ადამიანები ხო. თვითონ ფრანკლის ცემს ამას პასუხს და არა მარტო ფრანკლი, აქ ბანდურად ამაზე ლაპარაკობს, უბრალოდ უფრო სოციალური ფსიქოლოგიის ჭრილში და არა ინდივიდუალური, მაგრამ ამას ჩვენ ვერ გავექცევით, ეს არის სიმართლე და ამას ჩვენ დღესაც ხედავთ, კეთი, რომ ჩვენ გვიკვირს, რომ გარკვეულ რაოდენობა ადამიანებს რეაქცია რაღაცა დიდ უსამართლობაზე და დიდ სისასტიკეებზე აღარ აქვს ისეთი მკვეთრი, როგორიც ჰქონდა. რუტინიზაციის გამო? იმიტომ რომ შეუძლებელია შენ სულ ამაზე გქონდეს რეაქცია. ნახე, თვითონ რო აღწერს, აი თვითონ ეს არის ყოველჯერზე გავახსენებ მკითხველსაც და მსმენელსაც, ეს არის ფსიქიატრი. ეს კიდე სხვა რანგია გაცნობიერების ხარისხის. დაკვირვების სხვა დისტანცია. აბსოლუტურად, ხო? თავისი ცოდნიან და უნარიანად, ხო? და ამ ფსიქიატრსაც კი რა ემართება, ის წევს ბარაკში, მას აწვდიან ცხელ სუპს, ხელები აქვს გაყინული და გვერდზე კვდება მისი მეგობარი. გვერდზე კვდება მისი მეგობარი და მას რეაქცია არ აქვს. შემდეგ შემოდის ექთანი თუ ვიღაცა და ვისაც ევალებოდა მკვდრების გაყვანა ბარაკიდან და ის ფეხებში კიდებს გვამს. ეს გვამი ვარდება ჯერ იატაკზე და შემდეგ უნდა ჩაიყვანოს რამდენიმე საფეხური. და მანამდე აქ ამას აღწერილი ეს ორი საფეხური დაახლოებით 20 სანტიმეტრია მთლიანობაში ფეხისთვის გადასადგმელი, როგორ უჭირს მას იმდენად დაუძლურებელია და რა დღეში აქვს ფეხები. და როდესაც აი ამ გვამს მიახოხიალებს ის თავს არ ტყავს ჯერ ერთ საფეხურს, მერე მეორე საფეხურს, ეს მას ესმის.
ამაზე დაკვირვებას აკეთებს ისე რომ მე ამას აღწერს წიგნში და მას რეაქცია არ აქვს. და როდესაც გაყავთ ბარაკიდან გვამდეს მიწურშია ეს ბარაკი და რაღაც აღწერილი აქვს ფანჯარა რომელიც არის ძალიან დაბლა და ის გამოიხედება თან ჭამს წვნიანს და თან იყურება და ამ ფანჯარაში ჩანს გვამის გახელილი თვალები და ის აგრძელებს ჭამას. აი ამაზე შემზარავი საერთოდ რა შეიძლება ადამიანმა აღწეროს, ხო? ისევე როგორც 12 წლის პატარა ბიჭის გაყინული, მოყინული, galurjebuli თითები, იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს ფეხსაცმელი, ის საათობით დგას ყინვაში, თოვლში გარეთ და შემდეგ ამ თითებს როგორ აძრობენ, აჭრიან და ამას ეს უყურებს. ეს არის ემოციური გაბუჟება, ეს არის დისოციაცია იმ რეალობიდან, რომელიც არის სასტიკად ძიმე. და ამ ყველაფრის ფონზე ის იძახის, რომ მაინც მე ვიკავებ გარკვეულ პოზიციას ავარჩიო რა საზრის მოვძებნი ამ ყველაფერში და რისთვის უნდა გადავრჩე. ნახე, დისოციაცია, აპათია სამწუხაროდ არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს. ანუ მე არ შემიძლია დავადო ბრალი ადამიანს, რომ ის დისოცირდა. ეს მისი ფსიქიკის ისეთივე მექანიზმია, როგორც ახლა მე რომ მეც დავაცემინო. მე ვერ უფრო შეიძლება შევიკავო ცემინება. ამიტომ დასცინიან ხოლმე, ეხაც ინტერნეტში ბევრჯერ მინახავს, რა ცუდად რო ადამიანი და რო ეუბნებიან, რომ მოიხოდე. და აი ამ მოიხოდეზე არის სულ გადაობა, რომ ეგრე ადვილი და თან შენ რო გჯერა, რომ შენ ესეთი ძალა აქვს შენ სიტყვას, რო ეტყვი რომ მოიხოდე, ო, კარგი და ისიც მოიხოდე. ხო, ან მიდი და იბრძოლე ბედნიერებისთვის. მაგას გეკითხებოდი წეღან, რომ იმდენად რთულია ეს საზრისი გაიჩინო თუ საკუთარი აპათია რაღაცნაირად, როგორ თქვა, მაგრამ ჩვენ ხო ყოველ მე ვებრძვი ჩემ თავში იმას, რომ ჩემთვის არასდროს არ გახდეს ჩვეულებრივი იუნესკოს მარტორქის გამოჩენა ქუჩაში. ან ჩემთვის არ იყოს არც ერთი ესეთი ამბავი, რაც ამოვარდნილია კაცობრიობის ყველაზე დიდ მიღწევიდან, ჰუმანიზაციის დიდი პროცესიდან, რაც არ შევეჩვიო. მაგრამ ნუ აი ცუდი ნიუსი წარმოიდგინე. რაღაცებს უკვე აღარ რეაგირებ, იმიტომ რომ აი ეს არის უკვე რუტინა ჩემი. ვიღვიძებ და 5-6 უსამართლობა არის ნორმა. და როგორ შევეჩვიეთ უსამართლობებს რაღაც მხრივ. ანუ მე იმას კი არ ვიძახე და თვითონაც არ იძახეს იმას, რომ შეჩვევა ნიშნავს, რომ შენთვის მორალურად ეს მისაღებია, შენ იცი რომ ეს არ არის მისაღები. მათ შორის, როდესაც ის ამ კაპოებს და ამ რაღაც ბადრაგებს იმაშვება, რა ქვია, აღწერს, იძახის, რომ ისინი მშვიდად ზოგიერთი უარს ამბობდა სისასტიკის ჩადენაზე. მაგრამ იდგა და მშვიდად უყურებდა სხვა როგორ ახორციელებდა ამას. ანუ მანდაც არის გარკვეული ის, რომ მაინც ეს ნორმალიზებული არ არის ვიღაცისთვის და ახსნილი აქვს, რომ განსაკუთრებულ სადისტებს არჩევდნენ იმისთვის, რომ ისინი ყოფილიყვნენ. მე მგონი მშვიდად მაყურებლების როლი ყოველთვის განუზომლად დიდია ამ პროცესში, იმიტომ რომ მაშინ აი ამ საკონცენტრაციო ბანაკების არსებობა შვიდად რო არ შეეხება ამხელა ქვეყნის დიდ მოსახლეობას, შეიძლება ვერც ყოფილიყო, ხო, შვიდად მაყურებლების როლი არის განუზომლად დიდი. ბაისტენდერები. ხო, კი. ზუსტად. და იქ არ გამოდის ეს, სადაც წელიწადში ერთხელ ხდება სისასტიკე, ვთქვათ, ან 2 წელიწადში ერთხელ და ამას მოყვება აბსოლუტურად არა გულგრილი აფექტური რეაქცია, იქ ძალიან რთულია რუტინაში გადაიყვანო უსამართლობა. ძალიან. და აქ კიდე როდესაც შენ ყოველდღიურად ამაში ხარ, საბოლოო ჯამში ეგუები, მაგრამ აი ნახე სად გაძლევს იმედს. სად გაძლევს იმედს, რომ რაღაცა მომენტში დგება მომენტი, როდესაც შენ ფიქრობ, რომ ყველაზე დიდი გამოსავალი არის მაგალითად თავის მოკლა, ჩამოხრჩობა და აიქ თოკების გადაჭრაზე რო არის ერთ-ერთი მომენტი, ხო, რომ ეს ხსნა არის. ეს ხსნა მიხმარებაც ამაში, ამის გაზიარება. ეს არის ესეც ერთგვარი ჰუმანური აქტია, რომ მე შენ გეხმარები ტანჯვისგან დაიხსნა თავი, რომ დამთავრდეს ეს. ოფტოპი კითხვა მაქვს შენთან, მაინტერესებდა ყოველთვის შენი აზრი ამაზე მოკლედ. ეს აი ხარ ევთანაზიის მომხრე ისე რეალურ ცხოვრებაში. კი. ვარ.
იქ სადაც გარდაუვალია ფიზიკური ტანჯვა და უკვე საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ გარდაცვალებამდე. ხო, ტერმინალურ სტადიაში. კი, ამან კი. მაგრამ აქ როგორი რაღაცა არის, იცი რომ ეს აძლევს მაინც იმის იმედს, რომ ანუ იქ მე მორჩა დამთავრდა ყველაფერი, ანუ შენ მოკვდები და შანსი აღარ არსებობს, რომ ის საზრისი, რომელიც შენ გქონდა, განახორციელო. და აი მანდ ჩანს აი ეს რაღაც ტრაგიკული იმედია. აი ფსიქოლოგიაში არსებობს ეს სიტყვა ამბივალენტობა და ამბივალენტობა, როდესაც არ არსებობს თუ პირიქით არსებობს. მე გავიგე არ არსებობს და გამიკვირდა. პირიქით მთელი ფსიქოლოგია მაგაზე დგას, რომ შეიძლება შენ დედა გიყვარდეს და გძულდეს ერთბაშად, ხო? და ეს ამბივალენტობა წამოვიდა თქვათ ბავშვის ჩვილის დედისადმი დამოკიდებულებიდან, რომ აი შეიძლება გიყვარდეს და გძულდეს. ამბები ხო ამაზე იწერება. ცალსახა რაღაცეები არც არის ხოლმე მოსაყოლი. ამბივალენტური როცა არის რაღაც გზნობა თუ ამბავი, მაშინ არის საკამათო როცა. ზუსტად და ეს საერთოდ გთავაზობს ბედნიერების ამბივალენტურ ცნებას. ანუ იმიტომ რომ ბედნიერება ხო თანამედროვე სამყაროში რაღაცა ისეთ იმად არის გაგებული და იმედი რომ აი ძალიან ცალსახაა რომ ეს არის რაღაცა ძალიან ცალსახად პოზიტიური მდგომარეობა ბედნიერების რომ სადაც ყველაფერი კარგად არის ყველაფერი გაქვს და ბედნიერი ხარ თუ ენდორფინების რაღაც გარკვეული დოზა ნუ ეგეც მაგრამ სიამოვნებაში ბედნიერება არ არის და აქ მარტო ფრანკლი არ არის აქ ფრომიც მაგას იძახის რომ ბედნიერება არ არის ის რომ შენ ყველაფერი გაქვს ბედნიერება არ არის რომ ყველაფერი კარგად არის. ბედნიერება არ არის რაღაცა აბი, რომელიც შეიძლება შენ მიიღო და აი ეს კონსუმერული დამოკიდებულება ბედნიერების მიმართ, რომ შენ უსმინეთ იმათ, ვინც ცდილობთ ნარკოტიკებით მოიპოვოთ ბედნიერება, რომ აბი თურმე არ ყოფილა ეს. არ არის აბი. არც ანტიდეპრესანტი არ არის ბედნიერება. იქ სადაც საჭირო ანტიდეპრესანტი უნდა იყოს, მაგრამ ანტიდეპრესანტი და არც ერთი აბი არ არის ბედნიერება. ეს არის ფაქტი შფოთვის მოხსნა. შფოთვის ან სიცარელის ამოვსება. და ყველაზე ძალიან ბედნიერების განსაზღვრებაში აი ფრანკლის და ფრომის რაც მიყვარს. მე ვეპატიჟები ხო ხედავ ჩემს კრაშებს. კი, აბარა, ჩვენ არ გვაქვს ეგეთი მკაცრი რეგლამენტი. ცოტა ჩავწიე, բայց ბოლომდე ვერ მოდის მაგნაცელში. მე კი დამაინტერესე რომ ეგ წავიკითხო. ხო, არა, ბალანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ფრომიც რას ამბობს, რომ როგორი პარადოქსულია, რომ შე თუ ადამიანს ადგები და მისცებ, მაგალითად, ბედნიერების აპს, შენ ამით მას არ თმევ ბედნიერებას. იმიტომ რომ ბედნიერება არ არის ქონა. ბედნიერება არის ყოფნა. და აი აქ შემოდის ფრანკლი, რომელიც იძახის, რომ აი ეს ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ შენ მიიღებ ცხოვრებას მთელი სისავსით, ანუ იმ ნაწილსაც კი, რომელიც არის ტანჯვით და გაუსაძლისი უბედურებით სავსე. თუ შენ შეგიძლია მიიღოს სიცოცხლე სრულად და არ განერიდო, არ დაემალო, არ უარყო მისი აი ეს კატასტროფული ნაწილი და შეინარჩუნო შენში ერთგვარი ეგზისტენციალური ერთგულება სიცოცხლის მიმართ. ანუ მისთვის ბედნიერება, მისთვის ოპტიმიზმი არის დისციპლინა. მე დავრჩე ერთგული სიცოცხლის მიმართ მაშინაც კი, როდესაც ძალიან მძიმეა. აი ეს არის ბედნიერება. და ფრომიც მაგას იძახის, რომ მე როდესაც ვახერხებ მივიღო ცხოვრების გამოწვევები, კი არ განვერიდომა და ვემალო, არამედ შევხვდე, მივიღო, გადავლახო, ვაღიარო. არ ვიცი, აი ყველაფერი, რაც კი რამე არის ამ ცხოვრებასთან. მეძლევა შესაძლებლობა ვიყო ბედნიერი, ანუ ვიყო კმაყოფილი ჩემი თავით. მაშასადამე ვიყო ბედნიერი, აი ვიღაცა სხვა რო შემომხედავს, ის იტყვის ჩემზე, რომ ბედნიერია. იმიტომ მე არ ვუარყოფ აი ამ ჰოლიზმს სიცოცხლისა. მაშასადამე მე არ ვიხლიჩები და მე თვითონ რჩები ჰოლიზმში. მე თვითონ რჩები მთლიანი. აი ეგ არის რა და ჩემთვის მაგალითად არის ყველაზე ოპტიმისტური პასუხი ბედნიერებაზე რაც კი რამე დღეს თანამედროვე სამყაროში შეიძლება მისცე
ძალიან ურთულესია და ამის მიღწევა, არ ვიცი, გისმენდი, ფიქრობდი. ჯერ ვერ ვიპოვე შინაგანი ძალები ცხოვრების ასე მისაღებად, მისი ყველა გამოვლინებით პირიქით, სულ მზად ვარ ხოლმე, რომ გავბრაზდე, ხან საკუთარ თავზე, ხან კაცობრიობაზე, ხან სიცოცხლეზე. ამას ბუნებრივია, გახსოვს იქ ის რა, ნერგების გაფუჭება რა უნდა ერთ-ერთ იმას ტყვეს. აი უნდა, იმიტომ რომ ასევა ჩვენ როგორ გვექცევიან და სხვა გლეხს უნდა გაუფუჭოს ეს და აი რას ეუბნება, აი საოცრებაა რასაც ეუბნება. მე არ ვარ დაწმულებული, მე ამას მოვახერხებ, არასოდეს არავინ არ იფიქროს, რომ ისესაც მე ფრანკელზე ვლაპარაკობ, ჩემ თავზე ვლაპარაკობ, არ ვიცი. მაგრამ ერთმა დაგვიფაროს ჩვენ მოგვიწიოს აი ამ უკიდურეს სიტუაციაში ყოფნა, არ ვიცით. ზუსტად. მაგრამ ის ამას იძახის, რომ ძალიან ბუნებრივია ეს ცდუნება. რომ როცა ამდენი ნატანჯი გაქვს, აი ასეთი საშინელებები გაქვს გამოვლილი, ადგე და რაღაცაზე ან ვიღაცაზე იყავით რომ ჯავრი. იმიტომ რომ იქ პირდაპირ ვერ უშვებ ჯავრს, პირდაპირ მოგკლავენ და ვიღაცა გლეხს გაუნადგურო ნერგები. და ის ამ დროს ეუბნება, რომ ეს შენ არ გაგხდის ბედნიერს. ეს შენ არ გაგხდის ბედნიერს, იმიტომ რომ ისევ იგივე წრეში და იგივე მორევში კი, და სწორედ ამას გულისხმობს ხოლმე ისიც, რომ რაღაც დროს რესენტიმენტიც ჩვენი მტერი, ანუ არასოდეს არ უნდა გავაღვეთ, მერე სამაგიეროს გადახდის, აი რაღაცნაირი ბოლომდე ამდა ვინც იმის დევნის, რომ აი ვინც დაგტანჯა, ეხლა მე შენ უნდა დატანჯო და აი ამ ვერ გამოდიხარ ამ წრიდან. და რადგან ჩვენი არაჩვეულებრივი თერაპიული საუბარი დასასრულს უახლოვდება, მინდა რომ აი ახლა ვიცი რომ შენ ხარ ადამიანი და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, ვისაც ახლა წინააღმდეგობის მოძრაობაში ხალხის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აწუხებს და ძალიან ბევრჯერ შენ სტატუსებს კითხულობთ ხოლმე, ესე მალამო რო უნდა, იმიტომ რომ ხანდახან იმას, ვინც არ ვართ პროფესიით ფსიქოლოგები, რაც არ უნდა მოზღვავებული კონდეს ლექსიკა სიტყვების მარაგი თუ სათქმელი, ძალიან რთულია შევარჩიოთ აი ეს ბალანსი, რომ სწორი ბრაზიც ხო გჭირდება სწორი, ახლა თუ არ ბრაზდებით, მაშინ ჩვენც ის ბაისთენდერები ვხდებით. არა, აუცილებლად. და ასევე არ გავბოროტდეთ ისე, რომ ჩვენი საზრისი არ გახდეს ვიღაცების დასჯა. ჩვენ რაღაც ნათელი საზრისი რო გქონდეს, აი ფრანკლის წიგნს ალბათ ურჩევთ, რა თქმა უნდა, რადგან ამაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ რა გვჭირდება იმისთვის, რომ გავუძლოთ ამ რთულ დროს და ჩვენთვის რას თავარი აი რა მინდა და რისი მეშინია და საკუთარ და ყველაში არ გახდეს არასდროს ჩვეულებრივი ჩვენთვის ეს ცხოვრება. ასეთი როგორც დღეს არის. არ იყოს არასდროს დილა, როცა დაგვავიწყდება, რომ უსამართლოდ დაპატიმრებული ხალხი ყავს ქვეყანაში. აი მაგას ნაცრისფერი ზონა ქვია პრიმო ლევის ენაზე, როდესაც ნაცრისფერ ზონაში შედიხარ, სადაც ჩვეულებრივია ეს ყველაფერი. და შენც ამ სისტემის ნაწილი შეიძლება გახდა გინდა ძალიან გამოვლენილად, გინდა გამოვლენის გარეშე, ხო? თვითრეფლექსია არის პირველი. ანუ მე სულ ჩემ თავს ვკითხო, რომ იქ თვითრეფლექსიას აკეთებს, აი ზუსტად ეგ არის პასუხი ფრანკლის მაგალითად, რომ როდესაც ისინი დგანან ნერგებთან და ის ცდილობს, რომ ეს ნერგები გათელოს. არ არის ეს იმ ბარაკში მყოფი ზედამხედველის ნერგები, სხვისია. ის აჩერებს და თვითონ აკეთებს თვითრეფლექსიას, რომ ეს მე რეალურად, ეს ხო ილუზორულ განთავისუფლებას მომცემს. ეს ხო სინამდვილეში არ განელებს იმ ტკივილს, რომელიც მე გადავიტანე. აი ეს არ არის პასუხი იმაზე, რაც მე გადამხდა თან. არა. და ისევ და ისევ ის სამი ნაწილია ამოცანა და ამამავალი, რომელიც თან ესე მარტივად ჟღერს და თან ძალიან რთულია, რომ შემოქმედება ვქმნიდე რაღაცას. ჩემთვის ვქმნიდე, არ აქვს მნიშვნელობა რას, მაგრამ იმას, რასაც მე ვქმნი, იმჯეროდეს იმისი. და არ შევწყვიტო ამის შექმნა და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მაგალითად აი აღარ არის ტელევიზია, მაგრამ შენ ამას ქმნი. ეს ხომ არის შენი საზრისი. ეს ხომ არის რაღაცა, რაც გაგრძნობინებს შენ, რომ შენ რაც იცი და რაც ოდნაც გაქვს, იპოვე პლატფორმა, რომელშიც შენ ამას გადმოსცემ, ხო? ანუ ადამიანი მარტო შეუძლებელია თან რა არის ის მე ძალიან ხშირად მეპარება ეჭვი, რამდენად მივეხმარები ამით რამეს ან ვინმეს.
შენთვის რას ნიშნავს ეგ? ჩემთვის კი, მაგრამ მე მაგაზე ლაპარაკობ. ჩემთვის რას ნიშნავს? ხო, ჩემ პროფესიაში ძალიან ბევრია ეჭვის ადგილი, იმიტომ რომ უმალ შედეგს შენ ვერ ხედავ. შენ შეიძლება წლები იმუშაო ადამიანთან და თუ შენ გაქვს ესეთი საკუთარი თავისგან მოთხოვნა, რომ არ ვიცი, მე 10-12 სესიაში შენ უნდა უდიდეს ტრამებზე მოქმედებ შენზე, რამე შენს პირად განწყობაზე ისახება ვიღაცის გამოჯამრთელება კარგად და ან ის რომ თქვა თავი მოიკლა. ანუ ხო რაღაც პროფესიული დისტანცირებას ვერ ახდენენ ხო ფსიქოლოგები. სულ მაინტერესებს ხოლმე რომ აი რამდენ რაღაცას ისმენს ადამიანი თან მოსულია იმიტომ რომ დაეხმარო და შეიძლება მაინც არ დადგეს ის შედეგი იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან დეტერმინირებულია რაღაც აპათიურობა. დაეხმარო კი არ არის. მე გადაგარჩინო, დაეხმარო არის მე ვიყო შენთან ერთად იქ სადაც რთულია. და შენ დაგეხმარო, იპოვო შენი გზა. იქ როცა შენ ეს გზა დაკარგე. და თუ შენ ეგზისტენციალურ ვაკუუმში ხარ, შენი ვაკუუმიანი სიცარიელე, რომელიც შენ გაქვს, მე და შენ ვეცადოთ, რომ შენი შინაარსებით შეავსო. იცი, როგორ შეგვიძლია ჩვენ გადავრჩეთ, ალბათ არის ამ სამყაროსთვის და ამ ეპოქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ხო, რომ როგორ შეგვიძლია ჩვენ აი ამდენი სისასტიკის ყურებისას გადავრჩეთ. და აქ არის გულისხმობა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა, რომ მე შემრჩება სხეული, მაგრამ ვიქნები გაბუჟებული აპათიური პიროვნება, რომელსაც ქუჩაში რო გავა და რაღაც უსამართლობას დაინახავს, იმ უსამართლობაზე არ კონდეს რეაქცია. არა, როგორ დავრჩე მე ბოლომდე სულიერ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ერთობლიობად, რომელსაც შერჩება თავისი ნორმების, ღირებულებების გაგება, შეგრძნება და რომელსაც არ ექნება ფიზიკური დეფიციტები და ექნება გარკვეული შინაარსები, საზრისები და მომავლის ხედვა. თუ მე მჯერა, რომ ჩემი აქ მოსვლით ერთმა ადამიანმა მაინც რაღაცა მიიღო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ 10-მა უნდა მიიღოს. მე კვირის განმავლობაში რომ ხვდები 30 ადამიანს, ის ერთი მესიჯი, რომელიც მიბრუნებს, რომ მე შენგან რომ გავედი უკეთესად ვიყავი, ეგ არის ჩემთვის საზრისი. რომ ჩემს ქმედებას, ჩემს გულწრფელ ყოფნას შენთან ერთად აქ აზრი. თუ ერთი ადამიანი მაინც იპოვის ამ საუბრის მერე, არ ვიცი, მე ფრანკლის წიგნს წაიკითხავს და მიხვდება, რომ ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი ჩვენ გვაქვს შიგნით პატარა სივრცე, სადაც შესაძლებელია დავიკავოთ პოზიცია, ავიღოთ პასუხისმგებლობა და ყველაზე რთულ ნაწილსაც კი სიცოცხლის უთხრათ დიახ. მე მგონია რომ ეს არის ზუსტად ის რომელიც მე გამოძრავებს რა და აი ჩემთვის ფრანკლის საუკეთესო იდეის საუკეთესო ეკრანიზაცია არის ბენინის ცხოვრება მშვენიერი. იმიტომ რომ იქ ყველაზე მძიმე ადგილს ის იკავებს პოზიციას რომ თავისი შვილისთვის ანუ მისია იპოვა რომ ის გადაარჩინოს. მას ეს სიმძიმეები აარიდოს. იქ ძალიან ბევრს ჰქონდა მისია ნაპოვნი. იქ არის ერთი პერსონაჟი, რომელიც გაკვირით ყავს, მაგრამ ესეთ პერსონაჟებზე იქმნება ფილმები და ესენი რა ქვია, ლიტერატურა. ანუ ზედამხედველი, რომელიც ჩუმად აფთიაქში აგზავნის ხალხს და ფულს ხარჯავს, რომ ამათი წამლების ფული იპოვოს. კი, ეს მეც დამამახსოვრდა, იმიტომ რომ როგორი გაკვირითაც არ უნდა იყოს. ხო და ნახე, აი იმ რაღაცა ჯოჯოხეთში, რომლის შემქმნელიც თვითონ არის ერთ-ერთი ჭანჭიკი აი ამ ჯოჯოხეთის, მან იპოვა თავისი მისია და მე ეს ტყვეები უარსაუნებიან ამერიკელებს რომ გადასცენ ის. და მე დამალული ყავს და პირობას ჩამოართმევენ რომ ეს არ დასაჯენ, ზუსტად. ხო და როცა ესეთი ეს არის სიკეთის წინ დახვედრის დარწმუნებული ვარ ამიტომ არ აკეთებდა და არც იყო ეს ვერც წარმოედგინა ანუ არარაციონალური ის არის მაგრამ არჩევანი მისი ასეთი იყო. აი სივრცეს პოულობდა რა იმ პატარა ადგილს სადაც დიახსოვნება და ვიპოვოთ მე ზუსტად მივხვდი რატო გიყვარს ფრანკლი. ზუსტად და ჩვენ ვიპოვოთ ჩვენში ეს რესურსი. ჩემ თავსაც უსურვებ ყველა იმ ადამიანს ვინც ხელების ჩამოშვების ბოლო მომენტში ფიქრობს რომ ეხლა ამის უფლება არ მაქვს. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება იმის რომ
ხელები ჩამოუშვათ. რაც არ უნდა ზოგჯერ შეუძლებელი იყოს ეს არ ჩამოშვება ხელების, ხო, უბრალოდ ელემენტარულად ფიზიკურად ვიღლებით, ზოგჯერ ნერვიულობით. მე ვიცი რა არის ნერვიულობით ფიზიკურად დაღლა, ხო, და შენც და ყველამ, ვინც ცხოვრობს ასეთ ბჭყალებში საინტერესო დროში, როგორში ჩვენ ცხოვრობთ. და კიდე ალბათ უნდა ვიცოდეთ, ამ წიგში ძალიან კარგად ჩანს. მე ამას მოვეჭიდე, როგორც ყოველწლიურად რაღაც ხავსი ყველა ტექსტში, რაც მე რომ სისასტიკის მტერიც ყოველთვის მაინც არის ეს სოლიდარობა, გამონაკლისი იმ შენი სისტემური, მე რა ვქნა ჭანჭი კი ვარ და ასე რაც ახლა მოყევი ეს მაგალითი მინდოდა ზუსტად. მე თქვა როგორც ყოველთვის ყველგან შეგიძლია იყო ადამიანი, ყველგან. სულ რომ მართლა აი ჩვენთანაც მომხვედრი რამდენჯერმე რომელიღაც ციხის თანამშრომელზე არ დაკვირვები ხარ პატიმრები რომ გამოდიან და ყვებიან ხოლმე ინტერვიუებში რომ იქ ძალიან კარგი ექიმი იყო ძალიან ადამიანური ბადრაგის ციხის უფროსი რაღაცა რაც შეეძლო მოგცა აი შანსი იმის რომ თუ ეხა ფსიქოპატი არ ხარ და სპეციალურად არ აირჩიეს სამსახური სიტუაციის მიერ შექმნილ სასტიკ სისტემაშიც კი არჩევანი გაქვს როგორც ელენემ თქვა როგორც ფრანკლი ამბობს დიდი მადლობა ელენე მართლა გვჭირდება ეს რაც არ უნდა უარყოფთ ხოლმე რომ არ გვჭირდება ჩვენ გამხნევება და რაღაც გვჭირდება ქმედითი იარაღები ბრძოლისთვის მაინც აქვს ჩვენი ტვინი წვეთს ყველაფერს როგორ იქნება ჩვენი მომავალი აი ეს იდეა ძალიან კარგად აჩნდება მაგალითად თელ ჩვენს პროტესტს რომ შენი ერთი გამოსვლა აი ამ პერსპექტივაში აბსოლუტურად სხვა რანგის მნიშვნელობას იღებს. აბსოლუტურად. შენი ერთი არა სისტემის მიმართ, შენი ერთი ნამდვილი სიტყვა სიმართლის მხარეს. ძალიან დიდია სიკეთე და სამართლიანობა, როდესაც 20 არის უსამართლო და იმ 20 შორის ერთი იძახის რომ არა. ამას არ ვიზავ, ხო? ჩვენ ვინახავს ამის მაგალითები, როდესაც სისტემის წევრი რაღაცაზე ამბობს არ გავაკეთებ, ან გავაკეთებ ისე როგორც საჭიროა, მოსამართლე გვინახავს, პოლიციელი გვინახავს, ბევრი ადამიანი გვინახავს, კიდევ ბევრს ნახავთ და ეს არის ის რაც ჩვენი საზრისი უნდა გახდეს. დიდი მადლობა. ეგ არის იმედი და ეგ არის ბედნიერება. ხო, ამაზე კიდე მე ვილაპარაკოთ, კიდევ ერთხელ მოგიწვევ ბედნიერებაზე. არის ეს დოპამინები თუ არის ეს ფილოსოფია. მე გემშვიდობებით, ასევე დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს გამბედავ, ძალიან კარგ სპონსორებს, თისწყალს და საქართველოს უნივერსიტეტს. უნივერსიტეტი გვაძლევს ცოდნას და ასევე თავისუფალი რომ იყო, ცოდნა ამაში ძალიან გეხმარება და აი ეს ცოდნაც არ უნდა მივცეთ უფლება რომ წაგვართვან არც ერთი ფორმით. ნამდვილი ძალა თანასწორობასა და თანაგრძნობაშია. მე გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე და წაიკითხეთ ფრანკლის წიგნი. ამ რთულ ჟამს კარგი ტექსტები არის წამალივით. მადლობა ელენე. მადლობა.